ხალხო, ისევ მე ვარ, პატმან სანატირაჟა, თქვენი ზემდგომი, ვის დირექტორი, ვი პარტნიორი. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ვარ ნეტვორკერი, რომელმაც ეს მოგზაურობა 1998 წელს დაიწყო და მიაღწია ფინანსურ დამოუკიდებლობას. ვისთან ერთად მოგზაურობის მანძილზე ზუსტად არც მახსოვს რამდენი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიდეო მოვამზადე. 8 ძირითადი აგურით კი ნამდვილად ვამაყობ. იმიტომ, რომ ეს აგურები შეიცავენ ყველა იმ ნიუანსს, რისიც წყალობითაც მე ფინანსურ დამოუკიდებლობას მივაღწიე. ამ ვიდეოების ხანგრძლივობა, რომელსაც აქამდე უყურებდით, 2 საათს აღემატებოდა. მადლობას გიხდით იმ მოთმინებისათვის, რომელიც ამ ვიდეოების ყურებისას გამოავლინეთ. ვიმედოვნებ დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში. მაგრამ სადაც კი წავალ, ყველგან თხოვენ. შეფ, ძალიან მოგწონს თქვენი ვიდეოები, მაგრამ არ შეიძლება რომ ცოტა უფრო ხანმოკლე იყოს. ამიტომაც შევეცდები გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია. ამჯერად შემოკლებული, სწრაფი, დაუჯერებელი, რაც გინდათ ის დაარქვით. გაგიზიარებთ ყველა იმ ცოდნას, რაც მე დათო ვიჟეისგან და ჩემი ზემდგომებისგან ვისწავლე. ანუ ჩამოვაყალიბებ 1-8 ძირითად აგურს. როგორც ნეტვორკერი ქიუნეთში, ჩემი გამოცდილებით გეტყვით, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ. ანუ დღეს ჩვენ 8 ძირითად აგურს ვუყურებთ. უფრო ხანმოკლეს, მაგრამ ისევ ძალიან ეფექტურს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ვიდეოს უყურო, კარგად გაიგო, გაიაზრო და ზედმიწევნით გააკეთო, რასაც გეუბნები და ასე გახდე წარმატებული ქიუნეთში. ყოველ დღე უნდა შეასრულო ეს ყველაფერი, სანამ ქსელური მარკეტინგით ხარ დაკავებული. ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სრულიად ახალ გამოცდილებაში და უჯერებელ 8 ძირითად აგურებში. 8 ძირითადი აგურებიდან პირველი მათგანი ყოველთვის იყო და არის ჩემთვის უსაყვარლესი. ეს არის ის, რისიც მართლაც მჯერა მთელი გულით, მთელი არსებით. ეს არის ის ძირითადი აგური, რომელიც ძალიან კარგად უნდა გაანალიზო, გაითავისო და გულის ყურით შეასრულო. მარტივად ამას ოცნება ჰქვია. როგორც იცით ამ სიტყვას, ოცნება, დაუფიქრებლად, დაუბრკოლებლად ვამბობ, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დღეს უკვე ძალიან ბევრ ნეტვორკერს ხვდები. ადამიანები რატომღაც ცვლიან ამ სიტყვის მნიშვნელობას. ტყუილად ნუხარჯავთ დროს. ოცნება, ოცნება, ოცნება. ოცნების გარეშე არც კი გაბედოთ ქიუნეთთან ერთად მოგზაურობის დაწყება. ჩემთვის დაწყების მიზეზი სწორედ ჩემი ოცნებები იყო. როგორც იცით, არა მხოლოდ ქიუნეთში, არამედ ნებისმიერი საქმის დაწყებისას გესაჭიროებათ რაღაც მიზეზი, გჭირდებათ რაღაც გზა, რომელსაც უნდა მიხვდეთ. რა შედეგებს გინდათ მიაღწიოთ. აი სწორედ ეს ასახავს კარგად თუ რა არის ოცნება. მე რომ ამ საქმეს ვიწყებდი, ძალიან ბევრი ოცნება მქონდა. მინდოდა მანქანა, ოცნებობდი სახლზე, როლექსის საათზე. სავარაუდოდ რაც ჰქონდა მდიდარ ადამიანებს, მეც ის მინდოდა. მაგრამ სინამდვილეში ჩემი ოცნება იყო თავი დამეღწია სიღარიბისგან. ქიუნეთის ცხოვრებას რომ ვიწყებდი, ფინანსურ დამოუკიდებლობას შევნატროდი. ყოველდღე შევნატროდი დათო ვიჟეის და სხვა ქსელური მარკეტინგის ლიდერებს. მინდოდა მათსავით მდიდარი ყოფილიყავი. ოცნება ძალიან საინტერესო რამეა. იმიტომ რომ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ფაქტია რომ უზარმაზარი ოცნება გაგაჩნიათ. პატმან ფერარი მინდა, ახალი მანქანა მინდა, სახლი მინდა ჩემმა მეუღლე მუშაობას თავი დაანებოს. მინდა ჩემმა შვილებმა ყველაზე საუკეთესო სკოლაში მიიღონ განათლება. მინდა ჩემი დასასვენებელი მოგზაურობები ბიზნეს კლასის სტანდარტებით იყოს. ან და ყველაზე მნიშვნელოვანი, მინდა ყოველ დილით თვალს რომ გავახელ, საფიქრალი არ მქონდეს, სად ვიშოვო ფული. არ უნდა კამათი იმას, რომ ოცნება მართლაც არსებობს. ასე რომ არ იყოს, ქიუნეთში არც დარეგისტრირდებოდი. დაიწყეთ მოგზაურობა ქიუნეთთან ერთად. გილოცავთ, მაგრამ ამ მოგზაურობას ოცნების გარეშე ვერ დაიწყებ. ოცნებას კი არ გააჩნია საზღვარი. ზოგიერთი ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, თუ რა უნდა იყოს ოცნება, რაზე უნდა იოცნებო კაცმა. მე კი ვამბობ, რომ თქვენი ოცნება არის ის, რაც მთელი ცხოვრება, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში გინდათ. ყველამ რო თავისი მხრიდან დაფიქრდეს, ჩვენი ოცნებები არის დაბადებიდან სანამ სამსახურს ვიშოვით. ეს ჩვენი ოცნებებია, უზარმაზარი, უსაზღვრო, ყველაფერი რაც გინდა, დაუჯერებელია, დარწმუნებული ვარ ზოგიერთ თქვენთანგანს ცოტა უცნაური ოცნებებიც ექნება. იქნებ პარიზში წასვლაზეც გიოცნებიათ, გინატრიათ რამე მიგეძღვნათ ოჯახისათვის. ჩემი ოცნება კი ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი ცხოვრების პირობები შემექმნა დედაჩემისთვის. ვიცოდი რამდენად ძიმე სამუშაო ჰქონდა და მინდოდა დედოფალივით ეცხოვრა. აი ეს ოცნებები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი პრობლემა არის ის, რომ როცა სამსახური იშოვეთ, დადიხართ სახლიდან სამსახურში და პირიქით, სახლიდან სამსახურში, სახლიდან სამსახურში, სახლის სამსახური, სახლის სამსახური და იღებთ ხელფას, რომლითაც გადასახადებსაც კი ძლივს იხდით. შემდეგ ხედავთ, რომ თქვენი ნაშოვნი ფული იმდენად მცირეა, ოცნებები კი ამდენად დიდი. ბოლოს ყველა ასე იქცევა. ხელფასი რომ ცხოვრების სტანდარტებს ეთავსებოდეს, ოცნებებს ივიწყებს.
თქვენ არ უნდა იფიქროთ, როგორც ხო ვიფიქრობენ. თქვენ ხომ კიუნეტელი ნეტვორკერი ხართ. თქვენ განსხვავებული ხართ. ჩვენ რისკიანები ვართ, ენერგიას ვხარჯავთ და ვქმნით იმისთვის, რომ რაღაც შევცვალოთ. მე რა გავაკეთე? მეც ისევე მქონდა ოცნებები, როგორც თქვენ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. როცა მუშაობა დავიწყე, ვიცოდი, რომ ჩემი ხელფასი, ჩემი ოცნებების 1/1000-საც კი არ ეყოფოდა. შემდეგ ქსელურ მარკეტინგს გადავაწყდი, დათო ვიჟეი გავიცანი, კიუნეტს შევუერთდი. მივხვდი, რომ შემეძლო კიდევ უფრო მეტად გამეზარდა და უფრო მრავალფეროვანი გამეხადა ჩემი ოცნებები. აი სწორედ ეს არჩევანი უნდა გააკეთოთ, რათა თქვენი შემოსავალი ეთავსებოდეს თქვენსავე ოცნებებს, რომელიც თქვენ გაქვთ დაბადებიდან, სკოლაში, უნივერსიტეტში, ცხოვრებაში. ეს ოცნებები თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ახლა დათო ვიჟეის ნათქვამი გამახსენდა. ერთხელ მკითხა: პატმან, რა გესაჭიროება იმისთვის, რომ იცხოვრო? უპასუხე: ტანისამოსი, საჭმელი, სახლი, მანქანა. მან კი მითხრა: ჰეი, გაიღვიძე, გამოფხიზდი. რა არის ყველაზე მეტად საჭირო? ჟანგბადი. რომ ისუნთქო ამისთვის ჟანგბადი აუცილებელია. შეიძლება გქონდეს ტანისამოსი, მაგრამ თუ არ გაქვს ჟანგბადი, აუცილებლად მოკვდები. მოკლედ, იმის თქმა უნდოდა, რომ შენი ოცნებები ჟანგბადივით აუცილებელი რამაა. ანუ თუ არ გაქვს ოცნება, იცოდე რომ მოკვდები. აი ეს დათო ვიჟეის სიტყვებია, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს დამვიწყებია. თუ არ გაქვს ოცნება, მოკვდები. ეს დღევანდელი ჩვენი ცხოვრების რეალობაა. ანუ სანამ ჩვენ საქმიანობა შევუდგებით, 8 ძირითადი აგურიდან პირველი აგური, გახსოვდეთ, კარგი, უნდა იპოვოთ თქვენი ოცნებები. ისეთი რამ, რისი გულისთვისაც მზად ხარ რაღაც გაიღო და იპოვეთ ჟანგბადზე არანაკლებ საჭირო 1, 2, 3, 4, 5 ან 20 რაღაც მიზეზი. არავის ეგონოს, რომ დღეს მე აქ იმიტომ ვდგავარ, თითქოს და რომელიმე თქვენგანზე ჭკვიანი ვიყო. შეიძლება ვიყო თქვენზე სიმპათიური, მაგრამ სულაც არ ვარ თქვენზე ჭკვიანი. მე დღეს აქ ვარ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ოცნება ვიპოვე. ეს ჩემთვის ჟანგბადზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ზუსტად, ცხადად და ნათლად ვიცი, რაც მინდა. სწორედ ამისთვის ვარ აქ, რომ იმას მივაღწიო, ანუ აუცილებლად უნდა იპოვო ის თქვენი ოცნება. არ დაიწყოთ ქსელური მარკეტინგი ოცნების გარეშე. იმიტომ, რომ აქედანვე წინასწარ-გეტყვით ვერ მიაღწევ წარმატებას. ოცნება არის ქსელურ მარკეტინგში ძირითადი საფუძველი. ოცნება შეიძლება ცოცხლობდეს თქვენს გულში, თავში. ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ეხლა რაც თქვენ გჭირდებათ, აიღეთ ერთი საწერკალამი, ფურცელი და დაწერეთ ყველაფერი, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ. ბოლოს და ბოლოს, როცა ამ საკმარის თანხას იშოვით, ეს ფურცელი დააკეცეთ, ჯიბეში ჩაიგდეთ, გადაიღეთ ქსეროქსი და კედელზე ჩამოკიდეთ. მნიშვნელობა არ აქვს, სად გექნებათ. მთავარია რომ სადაც წახვალთ, ყველგან გახსოვდეთ. რატომ დაიწყეთ ბიზნესი კიუნეტთან? ეს მიზეზი, თუ რატომ დაიწყე ეს საქმე, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, თუ როგორ მიაღწევ მას. და რა არის მიზეზი ქსელურ მარკეტინგში? რატომ დაიწყე? თქვენი ოცნება. ოცნება, რომელიც აზროვნებაში იბადება და გულის გავლით აღფრთოვანებას რომ იწვევს თქვენში. მე ვიპოვე ჩემი ოცნება და ყოველდღე ვახსენებდი მას ჩემს თავს. ცუდ დროს, ძიმე დროს, 20 უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ, სწორედ ჩემი ოცნებები მაძლევდა ძალას გამეგრძელებინა და არ დავნებებოდი. სანამ არ მივაღწევდი ჩემს ოცნებებს, მანამ არ ვაპირებდი დანებებას. იმის თქმა მინდა, რომ 8 ძირითადი აგურიდან პირველი, დაცალე ფინჯანი, სხვა ყველაფერი დაივიწყე. უბრალოდ იპოვე შენი ოცნება. ახლა კი 8 ძირითადი აგურიდან მეორე. მეორე არის პირობა. ამდენი ხანი ამ ბიზნესში ვარ და ჯერ კიდევ ხედავ ლიდერებს, რომლებიც გაკვირვებით ამბობენ, რა პირობაო? რატომ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ადამიანებს სიტყვა პირობა არ უყვართ. არ უყვართ კი არა, ალერგია აქვთ ამ სიტყვაზე. ჩემის აზრით, პირობა მარტივი რაღაცისგან შედგება. ცხოვრებაში, როცა გინდა რამე გააკეთო, თუ ამ რაღაცის მიმართ არ გაქვთ პირობა, წარუმატებელი იქნებით. კიუნეტშიც თქვენი მოგზაურობა, ასევე 8 ძირითადი აგურის პირველ თაგანს თქვენს ოცნებას იპოვით, დაწერთ, მაგრამ რა არის შემდეგი ნაბიჯი? უნდა გქონდეთ რაღაც პირობა თქვენი ოცნებების მიმართ.ახლავე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ნამდვილად გინდათ თუ არა ამის გაკეთება. საინტერესოა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ქსელურ მარკეტინგს იწყებს და მერე თავს ანებებს. წარუმატებლები რჩებიან. ეს საჩემო არაა უიტყვიან. არ მინდა ამის გაკეთებაო.
სინამდვილეში არ არსებობს. ჯერა, რომ ძალიან სერიოზული პირობით ყველას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ საქმეში. ქსელური მარკეტინგის წინაშე პირობა ძალიან სერიოზული პირობაა. დილით ადგომის და პერანგის ჩაცმასავით ადვილი არაა. არც ისეთი ადვილია თითქოს გადასაწყვეტი გქონდეს უბრალოდ რომელი გზით წახვალ. ქსელურ მარკეტინგში პირობა არის 100%-იანი პირობა, რომ არ დაიზარებ. ქსელურ მარკეტინგში წარუმატებელი, ანუ ადამიანი, ვინც თავი დაანება, ზოგიერთ ადამიანს არ აქვს გააზრებული ამ პირობის მნიშვნელობა. შეხედეთ თვითონ სიტყვას, პირობა. ამ სიტყვას უნდა შეეგუოთ, უნდა მიეჩვიოთ. ქიუნეტელებო, ვინც ეხლახან დაიწყეთ ეს ბიზნესი, პირობა თქვენთვის არის ურთიერთობები. პირობა თქვენი მეუღლის მიმართ, სამშობლოს მიმართ, ოჯახის მიმართ, მიცემული სიტყვის სანაცვლოდ პირობა. აქ პირობა სწორედ ამას ნიშნავს. რამდენ პროცენტიანია თქვენი პირობა? ზოგი მეუბნება, რომ ამ საქმეში 40%-იან პირობას მაძლევს. დროს არ გულისხმობ, იცოდეთ, პირობაზე ვლაპარაკობ. თუ მხოლოდ 40%-ს გადაწყვიტავთ, ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს. პირობა, რომელიც თქვენ მიგიყვანთ თქვენს მიზნებთან, ერთადერთია, 100%. ანუ თქვენ წყვიტავთ გაიღოთ ამდენი. ეს ის არ არის, რაც უბრალოდ უნდა სცადოთ. თუ უბრალოდ ჰობი გნებავთ, მაშინ ერთი ლამაზი ფერადი თევზი იყიდეთ, ჩასვით აკვარიუმში, დაჯექი სახლში და უყურე რამდენიც გინდა. აი ეს არის ჰობი. ამ ბიზნესში პირობას ჰობთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ის არ არის, რაც უბრალოდ უნდა სცადო. ეს ძალიან სერიოზული ბიზნესია. ტრადიციულ საქმიანობაში რომ დაგებანდებინათ ფული და 3000 ლარით დაგეწყოთ საქმე, რა იქნებოდა თქვენი პირობა ამ საქმის მიმართ? ამდენი წელი გავიდა და უამრავი ნეტვორკერი მყავს ნანახი. კიო იტყვიან თავიდან, დაგეთანხმებიან, დაიწყებენ, პატმან 100% ჩემს გვერდით ვართ, მაგრამ მეორე დღეს ტრეინინგზე არ მოვლენ. პრეზენტაცია იქნება, არ დაესწრებიან. კვირას დაურეკავდა, შეფ, ძალიან მინდა გნახო, მაგრამ დღევანდელი დღე ოჯახს უნდა დაუთმოო, მეტყვიან. იცით ჩემთვის რას ნიშნავს? ცნება ოჯახის დღე. მამაკაცი სავარძელში გადაწოლილა და ფეხბურთის თამაშს უყურებს. დედა სამზარეულოში საჭმელებს აკეთებს. ბავშვები გარეთ თამაშობენ. მამაკაცი კი ლუდისმაშია გართული. ეს ოჯახის დღე კი არა, სიზარმაცია. პირობა ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყვიტოთ. ეს ის არის, რაც თქვენ გინდათ. ქსელური მარკეტინგი თქვენი ბიზნესია, თქვენი საქმიანობა. ქიუნეტი თქვენი ბოლო გემია. აი სწორედ ეს მიგიყვანთ ფინანსურ დამოუკიდებლობამდე. რა არის პირობა? დრო, უფრო ნათლად, რაღაც ურთიერთობაში თუ პირობა გაქვთ მიცემული, ეს რას ნიშნავს? დრო. ვიცი რომ უმეტესი თქვენგანი ქიუნეტში დროის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს უთმობს ამ საქმეს. ზოგიერთი თქვენგანი კი სრული დროით მუშაობს. მთელ დროში იგულისხმება დილით ადგომიდან ღამით დაწოლამდე რა დროც არის. მთელი ეს დრო. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, ერთადერთი რაზეც აკეთებს სრულ კონცენტრაციას. აი ასეთი პირობა ჭირდება ამ საქმეს. მათთვის კი, ვინც ნაწილობრივ მუშაობს, მათთვის პირობა მარტივია. სულელურ ხელფას რომ გიხდით, ფინანსურ დამოუკიდებლობამდე რომ არ მიგიყვანთ, ისეთი სამსახურიდან რომ გამოდიხართ, მერე იწყებთ ამ ბიზნესზე კონცენტრაციას. ყოველი წამი უმნიშვნელოვანესია. პრეზენტაციას ატარებთ, მიყოლას აკეთებთ, ტელეფონით ესაუბრებით ხალხს, ზემდგომთან ერთად ადგენთ გეგმებს. მოკლედ, მინდა ვთქვა, ის პირობა, რასაც ეს საქმე ითხოვს ჩვენგან, ძალიან მარტივია. უყურეთ ჩემს შეხედულებას. მიზეზი, რამაც მე გამხადა წარმატებული ადამიანი, რომელმაც ფინანსურ დამოუკიდებლობას მიმაღწევინა, არის ის, რომ თვალის გახელიდან ღამით დაძინებამდე სულ განუწყვეტლივ ვფიქრობდი იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ჩემი ბიზნესი, ქიუნეტი, ფინანსური დამოუკიდებლობა, ჩემი მიზნები, ჩემი ოცნებები. ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯი, ყველა ჩემი გეგმა, ყოველი ჩემი დახარჯული წამი ხმარდებოდა ჩემს ბიზნესს. ჩემი პირობა იყო 100%. არასწორად არ გამიგოთ. მიუხედავად ამისა, უამრავი რამ გავაკეთე. მეგობრებთან ერთად წვერთობოდი, კინოთეატრებშიც დავდიოდი, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის პრიორიტეტები. პრიორიტეტი ყოველთვის იყო ფინანსური დამოუკიდებლობა. პრიორიტეტი იყო ჩემი ოცნებების ახდენა. თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ეხლახან დაიწყეთ ეს ბიზნესი ქიუნეტში, ყველაფერს არ დაგანახავთ ვარდის ფერფერებში. როცა გინდა მაშინ იმუშავე, ძალიან კარგი ბიზნესია. თუ გინდა ნუ გაიღვიძებ და ნუ იმუშავებ. არავითარ შემთხვევაში, თუ ფინანსური დამოუკიდებლობა გინდა, თუ გინდა აისრულო შენი სურვილები, შენი ოცნებები, სწორედ ასეთ პირობას ველი თქვენგან. ეს ბიზნესი რომ მომეტანა თქვენამდე, გეტყოდით, გადადე ყველაფერი და 100%-ით ამ საქმეს უნდა მოეკიდო. დილით თვალს რომ გაახელთ, პრიორიტეტები უნდა დაახარისხოთ. არასწორად არ გამიგოთ. არ გეუბნებით თითქოს უნდა დაივიწყოთ ოჯახი, ყველაფერი. ოღონდაც გააწონასწორეთ, დააბალანსეთ. მაგრამ წონასწორობაში ამ საქმის მხარე ცოტა უფრო მძიმე უნდა იყოს. იმიტომ რომ
ეს ჰობი არაა, ეს უსერიოზულესი ბიზნესია. თქვენ უკვე ბიზნესმენი ან ბიზნესვუმენი ხართ. ნებისმიერი სამსახური კი 100%-იან პირობას ითხოვს. მაშინ ეხლავე გადაწყვიტეთ. თუ კი 40, 98 ან 87%-იან პირობას დებთ, ეს არასაკმარისია. უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ 100%-იანი პირობა. მეორე ძირითადი აგურია პირობა. ეს სიტყვა ძალიან სერიოზულია და თქვენ სერიოზულად უნდა მიიღოთ. ეს სიტყვა უნდა გაიგოთ, გაიაზროთ და შეასრულოთ ეს პირობა. ეს თქვენ გახდით წარმატებულ ადამიანად. ახლა კი მესამე ძირითადი აგური. სია. შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, იმიტომ რომ თქვენი აზრით მეც ასე ვფიქრობდი თავიდან. სია ისეთი რამ იყო, რასაც წერდი მაღაზიაში წასვლისას, რომ ჩამომეწერა თუ რა უნდა მეყიდა. სიას წერდი, რომ დამეწერა თუ ვის ვეპატიჟებოდი დაბადების დღეზე. საჭმლის მოსამზადებლად რეები მჭირდებოდა. აი ამეებს წერდი კიდევ სიაში. ვერ გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა სია. 8 ძირითად აგურში მესამე არის სია. უყურე, დიდი არაფერი. როგორც წესი, სია არის ფურცელი, რომელზეც რაღაცეებს ჩამოწერ. მაგრამ მე აქ სახელობით სიაზე ვსაუბრობ. გაიღვიძე, აზრზე მოდი. ქსელური მარკეტინგი ეხება ადამიანებს და მხოლოდ ადამიანებს. აკლემებთან, კატებთან ან ფრინველებთან ვერ აკეთებ ამ საქმეს. ადამიანებთან ერთად აკეთებ მხოლოდ. თქვენი ორგანიზაცია ადამიანებით იზრდება. იმიტომ, რომ ყველას თავისი ცხოვრება მოწესრიგებული ჰგონია. 8 ძირითადი აგურიდან მესამეს განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. ყველა მეუბნება, შეფ, მე სია არ მჭირდება. მე კი სიები მაქვს ყველგან. ტელეფონში, აიპოდში, კომპიუტერში. უარყოფას არ უნდა დაეთანხმოთ. ქსელური მარკეტინგის გამოცდილება მათქმევინებს, რომ ეს სახელობითი სია აუცილებლად ხელით უნდა იყოს დაწერილი. საწერ კალამით უნდა იყოს დაწერილი უბრალო ფურცელზე. ამას თავისი ფსიქოლოგიური მიზეზი აქვს. მხოლოდ ასე შეიძლება აღიქვა ეს სია სერიოზულად. მეორე ძირითად აგურს, ანუ პირობას თუ დავეყრდნობით, თუ გაქვთ ამ საქმისადმის რაღაც პირობა, რა თქმა უნდა ეს სახელობითი სია უნდა დაწეროთ აუცილებლად. სახელობითი სია ძალიან მარტივია. რას აკეთებთ? იღებ ერთ ფურცელს და წერ ყველას, ვისი გახსენებაც შეგიძლია. ეს ხალხია, ვისაც პრეზენტაცია უნდა ჩაუტაროთ მომავალში. მარტივია არა? სიის წერისას ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ უცებ თავს თვლით პროფესიონალად. აიღებ საწერ კალამს და იწყებ ფიქრს. ბიზაშვილი? არა, ბევრი ფული აქვს ისედაც. ამას არ დააინტერესებს. ჩემი ექიმი ისედაც ყავს ფერარი, არც ამას დააინტერესებს. ამხანაგებო, ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. არავითარ შემთხვევაში წინასწარ არ დაასკვნა სხვების მაგივრად. ჩემ სიაში მე ყველა მეწერა. პრემიერ-მინისტრიც კი მყავდა ჩემ სიაში, მაგრამ სამწუხაროდ პრეზენტაციის ჩასატარებლად მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. მაგრამ რომ შევხედროდი, აუცილებლად ჩაუტარებდი. სახელობითი სია ვერ იტანს წინასწარ დასკვნებს. თქვენ უბრალოდ დაწერეთ ყველა, ვისაც კი იცნობთ, ვისაც გაიხსენებთ. იმისთვის, რომ სიის დაწერაში დაგეხმაროთ, სიას ყოფ სამად. უმარტივესია. პირველ რიგში ცხელი. მეორე თბილი. და სიის მესამე ნაწილი არის ცივი. ანუ ადამიანები, ვისთანაც გაქვთ ცხელი, თბილი და ცივი ურთიერთობა. აი ასე ვყოფთ სამ კატეგორიად ადამიანებს, ვისთანაც თქვენ ურთიერთობა გაქვთ ცხოვრებაში. თქვენ იცნობთ ამ სამ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს. ეს ნიშნავს თუ რა ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანებთან, თუ რამდენად ახლოს ხართ მათთან და რას ნიშნავს სიტყვა ცხელი. ეს არის ადამიანები, რომლებიც უახლოესები არიან თქვენთვის. ძმა და უახლოესი ძმაკაცი, დედა, მამა, ბიძა, ბიძაშვილი, მამიდაშვილები, დეიდაშვილები, თქვენი უახლოესი თანამშრომლები. აი ეს არის თქვენ სიაში კატეგორია ცხელი. ეს კატეგორია ცხელი არის უმნიშვნელოვანესი თქვენთვის, რადგანაც ეს ის ხალხია, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტაროთ პრეზენტაცია. იმიტომ რომ ამ ადამიანებთან საუბრისას არ გჭირდებათ იყოთ ქსელური მარკეტინგის პროფესიონალი. მე ავიღე ტელეფონი, დაურეკე ჩემს ძმას, მოდი ყავა დავლიოთ და პრეზენტაცია ჩაუტარე. არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ მათ კარგად იცნობ. მაგრამ შეიძლება ეს ადამიანები ისინი აღმოჩნდნენ, ვინც პირველები გეტყვიან უარს. შეიძლება გითხრან, არ მაინტერესებსო. რატომ? იმიტომ რომ ისინი ცხელი კატეგორიაა. ისინი ძალიან კარგად გიცნობენ. სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი ამ საქმის ბოლომდე მიყვანა? ამ საქმეს მიხედავთ ბოლომდე.
მაშინ თბილზე გადავიდეთ. ყველა თანამშრომელი თბილ კატეგორიაში შედის. მეზობლებიც, წლობით რომ დადიხართ იმ რესტორნის პერსონალიც, განსაკუთრებულ დღეებზე რომ ნახულობთ ისეთი ნათესავებიც. ყველა ეს ადამიანი არის თქვენი თბილი კატეგორია. ეს ძალიან დიდი კატეგორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად მე ცივი კატეგორია მიყვარს. ამ ხალხს თქვენ უბრალოდ იცნობთ. დრო და დრო ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. სახელები და ტელეფონის ნომრები შეიძლება არ იცოდეთ. ცივი არის ყველა, ვისაც უბრალოდ იცნობ. ავტობუსის გაჩერებაზე 3 თვეა რომ თქვენთან ერთად იცდის ხოლმე. პირველად რომ ტაქსს ჩაუჯდები მანქანაში, იმის იმძღოლიც. ტაქსის რომ ტელეფონის ნომერი გამოართვა და სახელი კითხო, ეს ძალიან მარტივია და ეგრევე დაამატებთ სიაში. მოკლედ, სია უნდა იყოს თქვენი ხელით ნაწერი და სადაც წახვალ, ყველგან უნდა ატაროთ. სახელობით სიაში უნდა გეწეროთ მინიმუმ რატომ მინიმუმი? იმიტომ რომ ასე არ ვთქვა, მაშინ ასე რომ არ ვთქვა, მაშინ სიაში მხოლოდ 2 სახელს ჩაწერთ. ცოლი და ბიძაშვილი. ასე არ გამოვა. სიაში უნდა გყავდეთ მინიმუმ 500 ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი გამოვიძიე. სოფლიოს ნებისმიერ ადგილას მაცხოვრებელს ურთიერთობა აქვს მინიმუმ 500 ადამიანთან. რა თქმა უნდა, თუ მთელი ცხოვრება სადღაც მთებში, ჰიმალაებში თუ გაატარეთ, მაშინ შეგიძლიათ სიაში მხოლოდ 1 სახელი ჩაწეროთ, თქვენი სახელი. გაიღვიძეთ და აზრზე მოდით. აბსოლუტურად სულ ყველა იცნობს მინიმუმ 500 ადამიანს. მაგრამ რადგან სულ ცოტა 500 ვამბობ, ნუ გაჩერდებით 500-ზე. თუ 1000 სახელი ჩაწერა შეგიძლიათ, უკეთესია. თუ 2000 სახელი ჩაწერა შეგიძლიათ, კიდევ უფრო უკეთესია. იმიტომ, რომ ეს საქმე ადამიანებს ეხება, ადამიანებს. რაც უფრო მეტ სახელს ჩაწერთ სიაში, იმდენად მეტ პრეზენტაციას ჩაატარებთ და უფრო მეტი შანსი გექნებათ ორგანიზაციაში ყავდეთ თქვენი პატმანები. იზრდება შანსი, ყავდეს ისეთი ნეტვორკერები, რომლებიც კარგად დაინახავენ ამ საქმის უნაკლოებას და სილამაზეს. ეს მათემატიკური აქსიომაა, რაც უფრო მეტი პერსპექტივი ყავს, მით უფრო მეტი რეგისტრაციის შანსი გაქვს. მარტივი ლოგიკაა, ხო? ანუ დაბრკოლებას ნუ შეუქმნი საკუთარ თავს. აბსოლუტურად ყველა ჩაწერე სიაში. ჩემი 3 წესი თუ იცით, ან შეგიძლიათ მას ქსელური მარკეტინგის ოქროს წესი უწოდოთ, ეს სია ყოველთვის უნდა იზრდებოდეს. ეს 500 კაციანი სია ასე არ უნდა დარჩეს. დავწერეთ, დავკეცეთ, ჯიბეში ჩავიდე, არავითარ შემთხვევაში. სადაც წახვალთ, ყველგან დაამატეთ ადამიანები მაგ სიაში. იმიტომ, რომ თქვენ ადამიანი ხართ და ცხოვრობთ საზოგადოებაში. ანუ ასე თუ ისე თითქმის ყოველ დღე, ყოველ კვირა, ყოველ თვე ახალ ადამიანებს ხვდებით. სად წავა ეს სახელები? უნდა დაწეროთ. ფურცელზე უნდა იყოს აუცილებლად და როგორც კი ეს ვიდეო დამთავრდება, ეგრევე უნდა დაწეროთ. აიღეთ ერთი ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა, აბსოლუტურად ყველა, ვისაც კი იცნობ. წინასწარი დასკვნების გარეშე. დაწერეთ სულ ყველა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უმნიშვნელოვანესია. ძირითადი საშენი აგურია სია. ახლა კი ძირითადი აგურებიდან მე-4. მოწვევისა და პერსპექტივების ხელოვნება. ეს აგური ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ამ ხელოვნების სწავლა მართლა ძალიან სიამოვნებს. გთხოვთ სწორად გამიგოთ. არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი. სინამდვილეში ეს ადამიანის ბუნებაში დევს. ყოველ დღე რომ ადამიანებთან გექნება საქმე, ისეთ ბიზნესში ხარ. ყოველ დღე ტელეფონით უნდა ილაპარაკო, პრეზენტაციისთვის ხალხი სახლში უნდა მოიწვიო, ან სასტუმროში. სადაც წახვალ, ყველგან ადამიანებია. თუ ლაპარაკი არ იცი, ეს ბიზნესი სათქვენოდ არ ყოფილა. ამიტომ უნდა შეიცვალოთ. ერთხელ ერთ შევხვდი და მითხრა: "პატმან, ქსელური მარკეტინგი მიყვარს, მაგრამ ძალიან მორცხვი ვარ." "ეი, დაანებე თავი მორცხვობას. იმიტომ რომ თუ იმორცხვებ, ღარიბი დარჩები." გაიღვიძე და აზრზე მოდი. მოკლედ, მოწვევისა და პერსპექტივების ხელოვნება. და რატომ პერსპექტივები? სიტყვა პერსპექტივი, ანუ მოლოდინი, კანდიდატი, მოდის ოქროს მაძიებლებიდან. ძველად ოქროს მაძიებლებს პროსპექტორი ერქვათ. მიდიოდნენ იმ იმედით, რომ იპოვნიდნენ ოქროს. თქვენც ასევე ქიუნეთში თქვენი პოტენციური ქვემდგომების საპოვნელად. კიდევ უფრო მეტ ხალხს ეძებ. მოწვევა არის ადამიანს, რომ პირველად დაუძახე პრეზენტაციის მოსასმენად, ზემდგომი რომ ჩაუტარებს. 40, 50, 400 კაციანი სასტუმროს კონფერენციაზე რომ დაუძახებ. ამის რამოდენიმე ხერხი არსებობს, მაგრამ მე ძალიან ბუნებრივად ვაკეთებ. გააჩნია ვის იწვევთ. რამოდენიმე ადამიანმა მთხოვა მეჩვენებინა პროფესიონალურად როგორ ვიწვევ ადამიანებს. სინამდვილეში მართალი ხართ. მოწვევა არის ორნაირი. პროფესიონალური და არაპროფესიონალური. ორ კატეგორიად ყოფ. პროფესიონალური მოწვევისთვის გააჩნია ვის იწვევ.
თუ ვიწვევთ ცივი კატეგორიიდან ადამიანს, რომელსაც კარგად არ ვიცნობ, მესამე აგურში რომ განვიხილეთ, აი ისეთი. ტელეფონზე ვურეკავ და ვეუბნები. საღამო მშვიდობისა, გახსოვართ? აქა და აქ გავიცანით ერთმანეთი. გცალიათ ყავაზე რომ დაგპატიჟოთ. საინტერესო რაღაც მომაფიქრდა და თქვენი აზრი მაინტერესებს. თუ მოგეწონებათ, იქნებ რაღაც გამოვიდეს. როდის გცალიათ? ორშაბათს თუ ოთხშაბათს. როცა ხალხს ვეპატიჟები, ყოველთვის არჩევანს ვთავაზობ. ორიდან ერთი აირჩიოს. იმიტომ, რომ ადამიანის აზროვნება ასეთი. რომ გითხრა ორშაბათს შეხვდეთ თქო და შენ წუხარ, მაგრამ მაგ დღეს არ მცალიაო თუ იტყვი, სამშაბათი არ მცალია, ოთხშაბათი არ მცალია, ხუთშაბათი არ მცალია ვიტყვი და გავიჭედები. ანუ რას ვაკეთებ? არჩევანს ვთავაზობ. ყოველთვის ვეკითხები ადამიანს თუ რომელ დღეს სცალიათ, ორშაბათი თუ ოთხშაბათი, სამშაბათი თუ ხუთშაბათი. ბუნებრივია ისინიც ამ ორიდან ერთ-ერთს ირჩევენ. ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ ძირითადად თითქმის ყოველთვის საქმეს ადგება ხოლმე. და მოწვევა. რას ქვია მოწვევა? ადამიანს ეპატიჟები პრეზენტაციის მოსასმენად. მოწვევის დროს პრეზენტაციას არ უკეთებ. ამიტომაც ქვია მას მოწვევა. შემდეგ აგურში პრეზენტაციაზე ვისაუბრებ, მაგრამ ეხლა მოწვევა განვიხილოთ. მეგობრებო, თქვენ ამ სფეროში პროფესიონალი ხართ. ადამიანებს დაბადების დღეზე, შვილის დაბადების დღეზე, საქეიფოდ, ამ ფილმის აყურებლად ყოველთვის ეპატიჟებით. ისედაც იცით ეს როგორ კეთდება. მაგრამ ამჯერად ერთი პატარა განსხვავებაა. ამჯერად საქმიანი პრეზენტაციისთვის ეპატიჟებით. დავრეკავ ტელეფონით და ვეტყვი, ერთი ყავა დავლიოთ. რატომ? რისთვის? აუ, ძალიან მაგარი რაღაც გავიგე. ძალიან მაგარი ბიზნესია. პირველ რიგში შენ გამახსენდი. ერთი 40 წუთი უნდა დამითმო. თუ მოგეწონება, მაგრა გავხაჩავთ. არა, თუ არ მოგეწონება, რა პრობლემაა? არ მიყვარს ეწოლის ტაქტიკა. ჩემს თავს პერსპექტივის ადგილზე ვაყენებ. მოეკეცით პერსპექტივებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ. ანუ ძალიან მაგარი საქმე გავიგე. სასწრაფოდ მოდი, ძალიან მაგარი ბიზნესია, ქსელური მარკეტინგი. ერთი მსყიდულობ შენთვის. არავითარ შემთხვევაში, არანაირი ინფორმაცია არ მისცეთ ტელეფონით. უბრალოდ ეპატიჟებით. უამრავი გზა არსებობს. თუ ეპატიჟები ადამიანს, ვისაც ძალიან დიდ პატივს სცემ, ასაკით უფროს, ან ვინმე წარმატებულ ადამიანს, დაურეკეთ და უბრალოდ კითხეთ. გამარჯობათ, ბატონო, თუ გცალიათ ცოტაოდენ დროს წაგართვევთ. შეიძლება ოფისში გეწვიოთ. საქმე მაქვს თქვენთან. არაჩვეულებრივი რაღაც გავიგე და თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან. ეს სიამოვნება ჭკუის საკითხავად რომ დაურეკეთ. მოკლედ ერთადერთი წესი მაქვს. თუ ადამიანი ჩემს წინაშე ზის პრეზენტაციისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდა ეს. ანუ მოწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოწვევის ხელოვნება არის ცოტაოდენი ინფორმაციით მარტივად დაპატიჟება. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მიზანია ადამიანი მონდომებით დაგვიჯდეს და მოგვისმინოს. რაც შეეხება პერსპექტივს, ისევ და ისევ ადამიანის ბუნებაა. ყოველდღე გადიხართ გარეთ. ყოველდღე ადამიანებთან ერთად მუშაობთ. ქიუნეტამდე არანაირი პრობლემა არ იყო. ხელს არ თმევდით წვეულებებზე დადიოდით, მაგრამ ახლა უკვე ნეტვორკერი ხარ. ახლა ოქროს ეძებ. ეძებ ხალხს, ვინც ამ საქმეს გააკეთებს. ეძებ ხალხს, ვინც სიაში უნდა ჩაამატო. უკვე გარეთ რომ გამოდიხარ, ნეტვორკის რადარი ავტომატურად ირთვება. რეგისტრაციის დროს რაღაც მოხდება თქვენში და უცებ თავში რადარი გაგიჩნდებათ. და ეს რადარი ადგენს ყველა სავარაუდო პერსპექტივს. ეს რადარი მუდმივად უნდა მუშაობდეს. ავტობუსის გაჩერებაზე, ტაქსში, წვეულებაზე, რა არის პერსპექტივების ზებნა? ეს არის სახელისა და ტელეფონის ნომრის გაგება. ეს არის საქმეზე ლაპარაკი. ეს არ არის საქმეზე ლაპარაკი. გეგმის გადაცემა, წვეულებაზე რაღაც პროდუქტის ჩვენება და ასე შემდეგ. ვიღაცის დაბადების დღეა და შენ გამოხდი. ხალხო, ძალიან მაგარი ნივთი მაქვს, მართლა? ნუ იქნებით ისეთი ადამიანი წვეულებიდან რომ გამოაგდებენ და მეორედ აღარ დაპატიჟებენ. პერსპექტივების ხელოვნება არის ტელეფონის ნომრისა და სახელის გაგება. მეტი არაფერი. იყავით ბუნებრივი. ჩამოართვით ხელი. გამარჯობათ, სად მუშაობთ, რა საქმიანობთ? მე ჩემი საკუთარი ბიზნესი მაქვს. ამასობაში სავიზიტო ბარათი გააქვთ? რატომღაც ყველას აქვს სავიზიტო ბარათი. ხალხს რომ სავიზიტო ბარათს აძლევენ, სიამოვნებთ. ნეტვორკერებისთვის ეს ძალიან კარგი რამეა. იმიტომ რომ ყველა იძლევა თავის სავიზიტო ბარათს. ტაქსისტსაც სავიზიტო ბარათი აქვს, მიმტანსაც. ყველას აქვს სავიზიტო ბარათი. პერსპექტივებთან გჭირდებათ გაიგოთ სახელი და გამოართვათ ტელეფონის ნომერი. ანუ მოკლედ რომ თქვათ, მოწვევა და პერსპექტივების მოძებნის ხელოვნება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი აგური. იმიტომ, რომ ეს პრეზენტაციის ჩასატარებლად შეხვედრის დანიშვნაში გაგხდით პროფესიონალს. ეს კი თქვენ სიაში სახელების დამატებაში დაგახელოვნებთ. ანუ მოწვევა და პერსპექტივის ზებნა ძალიან ბუნებრივი და უბრალო რამეა. ყველა შეუძლია ეს. ახლა კი ძირითადი აგურებიდან განვიხილოთ მეხუთე.
მეხუთე ძირითადი აგური არის პრეზენტაცია. სოფლიოში ნებისმიერ საქმიანობაში არსებობს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეები, ანუ ძირითადი საქმიანობა. ყველა საქმიანობას ახლავს თავისებური უამრავი საქმე, მაგრამ ყველას აქვს აუცილებლად გასაკეთებელი საქმეებიც, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა. მაგალითად, თუ რესტორანს ამუშავებ, რა არის შენი აუცილებლად გასაკეთებელი საქმე, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა, ანუ ძირითადი საქმე. ეს არის საჭმლის კეთება. კედლების დეკორაცია არა. დეკორაცია და იმიჯი არ არის პირველ რიგში გასაკეთებელი პროცედურა. ნებისმიერ საქმიანობაში ძირითადი საქმე უნდა იყოს ამ ბიზნესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თქვენ უკვე QNET-ის ერთი ნაწილი ხართ. თქვენ უკვე ქსელური მარკეტინგის 100 მილიარდ დოლარიანი ინდუსტრიის ერთი ნაწილი ხართ. ქსელურ მარკეტინგსაც აქვს ძირითადი საქმე, აუცილებლად გასაკეთებელი საქმე. ეს არის პრეზენტაცია. ძირითადი აგური. პირველი ოცნება, მეორე პირობა, მესამე სია, მეოთხე მოწვევა და პერსპექტივების ზებნა. ახლა კი მივაღწიეთ მთელი საქმიანობის ცენტრს, მას ჰქვია პრეზენტაცია. არ არსებობს რაღაც კანონი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პრეზენტაცია. პრეზენტაცია არ ნიშნავს დაარწმუნოს შენს წინ მჯდომი ადამიანი. პრეზენტაცია არის უბრალოდ ინფორმაციის მიწოდება. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოთ. ცოდნის გაზიარება, ცოდნის გადაცემა და დარწმუნება სხვადასხვა რაღაცეებია. დარწმუნება ვიღაცაზე ძალიან მძიმე და სერიოზულ სამუშაოს ნიშნავს. საბოლოოდ ამ ბიზნესში ერთი მარტივი შეხედულება მაქვს. ვერავის ვერაფერში ვერ დაარწმუნებ. ისინი თვითონ ირწმუნებენ თავს. თქვენი მოვალეობა, თუ გინდათ რომ თქვენი სასურველი დადებითი პასუხი მოისმინოთ, უნდა მისცეთ საკმარისი ინფორმაცია. მინდა QNET-ის ნაწილი ვიყო. უცებ გავაკეთოთ ჩემი რეგისტრაცია. პრეზენტაცია ძალიან მარტივია. არ გაართულოთ. QNET-ში პრეზენტაცია იყოფა 4 ნაწილად. პირველ რიგში კომპანია უნდა დაახასიათოთ. აუხსენით თუ რა კომპანიაა. კომპანიის შესახებ რას ეტყვით. ვისაც ელაპარაკები, იმის და მიხედვით უნდა განსაზღვრო. თუ პრეზენტაციას 65 წლის ბებოს უტარებ, ცხოვრებას ნუ გაურთულებთ. ნუ დაუწყებთ ლაპარაკს ინტერნეტ მრეწველობაზე, ინტერნეტის პრინციპებზე. ეს მისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს. ხშირად მეკითხებიან, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს პრეზენტაცია. ჩემი პრეზენტაციები მაქსიმუმ 12 წუთიანია, ზოგჯერ 10 წუთი. ზოგჯერ თვითმფრინავში გვერდით რომ მიზის, იმას 4 წუთში ავუხსნი ხოლმე, მაგრამ ეს პრეზენტაციაა. თუ კითხვებს გისვამენ, ეს უკვე აღარაა პრეზენტაცია. ანუ პრეზენტაცია უნდა იყოს სისტემატიური და მარტივი. არ გეტყვით ზუსტად როგორ უნდა ჩაატაროთ პრეზენტაცია. უბრალოდ გეტყვით, რა ცნობებს უნდა შეიცავდეს ის. უნდა იყოს ლაპარაკი კომპანიაზე, პროდუქციაზე, ეს ძირითადად მნიშვნელოვანია. ყველა პროდუქტს აუხსნი? არა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ QNET-ის ასობით პროდუქცია რომ აუხსნა, ერთი კვირა დაგჭირდება ერთი პრეზენტაციის ჩასატარებლად. თქვათ სასტუმროში დაბინავდით, ჩაატარებთ პრეზენტაციას დაწვევით, გააგრძელებთ პრეზენტაციას დაწვევით. ანუ უბრალოდ ვამბობ პროდუქციის სახეობებს, თუ რომელიმე პროდუქცია უფრო დააინტერესებს, იმაზე უფრო მეც ვეუბნები. თუ არადა, შეუძლიათ წავიდეს და ინტერნეტში უამრავი რამ გაიგოს ამ ნივთების შესახებ. დღეს უკვე ყველა იყენებს ინტერნეტს. ნივთების შესახებ საკმარისი ინფორმაცია და მონაცემებია ჩვენ საიტზე. შემდეგ ვუხსნი QNET-ის მოგების დანაწილების სქემას და ეს უმარტივესია. 3 მარცხნივ, 3 მარჯვნივ, ფული გერიცხება. ნუ ართულებთ რა, არ უნდა უამრავი სქემების და დიაგრამების ხაზვა. არ დაგავიწყდეთ, როცა ნივთ შეიძენს, მერეც გააგრძელებს სწავლას. ანუ რას ეუბნები? რეგისტრაციას რამდენიც დაეხმარება, იმდენს ეუბნები. სულ ეს არის. ბევრ რაღაცას ნუ ეტყვით. twins ნუ აუბნებთ. თუ ძალიან ცოტას ეტყვით, არა, დარწმუნებული არ ვარ, ცოტას დავფიქრდებიო გეტყვის. პრეზენტაცია უნდა ჩატარდეს ნორმალურ სიტუაციაში. თქვათ რესტორანი, სადაც ხმაური არ არის. ან თქვენ სახლში, ან მის სახლში, ოფისში. მე ვცდილობ არ ჩავატარო იქ, იმიტომ რომ ძალიან აურზაურია. პრეზენტაციის დროს საუბრობთ კომპანიაზე, ნივთებზე, მოგების დანაწილების სქემაზე. მეოთხე კი მოსალოდნელი შედეგები. აქ ამბობთ, ეს საქმე როგორ კეთდება და აჩვენებთ, რამდენი ფული შეიძლება იშოვოს. დედამისი, მისი ძმაკაცი, სად შეიძლება რომ ჩასვა სხვადასხვა ვარიაციები. მარცხნივ რო 6 და მარჯვნივ 5 რა შედეგი მოყვება. მარცხნივ და მარჯვნივ 1000 ადამიანი რო გეყოლება, რომლებიც ამ საქმეს სერიოზულად აღიქვამენ, ყველა მათგანმა თვეში 1 ადამიანი რომ დაიმატონ, რა მოყვება ამ ყველაფერს. ანუ ვარიაციები, რომლებიც მას აღაფრთოვანებს, რომ გაიგოს თუ რამდენი ფული შეიძლება იშოვოს. და როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია? ძირითადი კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს კომპანიაზე თუ ნივთებზე? ჩემი სტილი ძალიან მარტივია. ყველაფერზე ელაპარაკე საკმარისად, მაგრამ ძირითადად ფულზე გააკეთე კონცენტრირება.
ამ შანსზე გააკეთე კონცენტრაცია. შემოსავალი აუხსენი კარგად. იმიტომ, რომ ქსელურ მარკეტინგი იმიტომ არ დამიწყია, რომ ნივთი მეყიდა. ქსელური მარკეტინგი იმისთვის დავიწყე, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყავი. პრეზენტაციას რომ მოусმინე, რამაც ამაღელვა, ეს იყო ამხელა ფულის შოვნის პოტენციალი. ამასთანავე მოგების დანაწილების სქემა არ უნდა გადაიქცეს ტყუილად. მუშაობის გარეშე ერთ თვეში მდიდრდები. ეს დიდი ტყუილია. ეს არასწორი პრეზენტაციაა. პრობლემები შეგექმნებათ, იცოდეთ. იყიდის ნივთს, ერთ თვეს დაელოდება. ციდან ფული არ იწვიმებს. თქვენ პრობლემებს შეგიქმნით. გაიღვიძე და აზრზე მოდი. პრეზენტაცია უნდა იყოს საკმარისად მიმზიდველი, მაგრამ არა ტყუილებით გაბერილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად ვატარებ პრეზენტაციას, რომ პერსპექტივი ავაღელვო, ავაფორიაქო. საკმარის მონაცემებს ვაძლევ, რომ გადაწყვიტოს. თქვენ რა გადაწყვეტილების მოსმენაც გინდათ, არის დადებითი პასუხი. გინდათ რომ ეს გითხრას, საკმარისი მონაცემები მიეცით. პრეზენტაცია უნდა ტარდებოდეს პროფესიონალურად, უნდა იყოთ მომზადებული. ამისთვის ზოგი ლეპტოპებს, PowerPoint-ებს, პროექტორებსაც კი იყენებენ. მე, პატმასანა ტირაჟა, მარტივად ვაკეთებ ამას. ერთი ფურცელი და ერთი საწერკალამი. თუ საიტის ნახვა სურს, ინტერნეტში შევიყვან და ვაჩვენებ. ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ შორის ხდება. ადამიანს ყოველთვის ყველაფერი მარტივი ურჩევნია. იმიტომ რომ რასაც თქვენ გააკეთებთ, ისიც იმას გაიმეორებს. მე რომ ხედავს ერთი ფურცლითა და საწერკალმით, ფიქრობს: "ვა, რა მარტივია, მეც კი შემიძლია ეს." ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქსელურ მარკეტინგში რასაც აკეთებთ, უნდა იყოს სხვების მიერ ადვილად განმეორებადი. მოკლედ, პრეზენტაცია არის ადამიანის აღფრთოვანებაში მოყვანისათვის საკმარისი ინფორმაციის მიწოდება. და თუ ელოდებით დადებით პასუხს, მაშინ პრეზენტაცია უნდა იყოს მიმზიდველი, აღმაფრთოვანებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტყუილი. აი ეს არის ჩვენი ბიზნესის ძირითადი საქმიანობა. მეხუთე ძირითადი აგური. ჩაატარე პრეზენტაცია და კიდევ უფრო მეტი პრეზენტაცია, რადგანაც სწორედ ეს მიგიყვანს ფინანსურ დამოუკიდებლობამ. ძირითადი აგურებიდან მეექვსე. მიყოლა. ეს უნდა დავწერო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი აგურების ვიდეოებს რომ ვაკეთებდი, მაშინ გოლფის მაგალითი მოვიყვანე. საერთოდ გოლფს არ ვთამაშობ, მაგრამ ისე უკვე ვთამაშობ ხოლმე. ფინანსურად დამოუკიდებელი რომ იყოთ, თქვენც ითამაშებდით გოლფს. ჩვენ ასე ვიქცევით, მდიდრები. მიყოლა ლოგიკურად ძალიან გავს გოლფის თამაშს. გოლფის ათამაშოთ თქვენ გჭირდებათ ერთი ჯოხი და ერთი პატარა თეთრი ბურთი. ჩვენი მიზანია ბურთი რაც შეიძლება შორს გადავაგდოთ და რაც შეიძლება სწორად გადავაგდოთ. როცა იწყებთ, ჯერ სწევთ ხელს და როცა მზად იქნებით, ჯოხს იქნევთ და ურტყამთ ბურთს. და თუ იქვე გააჩერებთ ჯოხს, ბურთი ძალიან ცოტათი წავაწინ და იქვე გაჩერდება. იმისთვის, რომ ბურთი რაც შეიძლება შორს გადააგდოთ, ამისთვის ბოლომდე უნდა მიაყოლოთ ჯოხი. აი ეს არის მიყოლა. პრეზენტაციის შემდეგ აუცილებელია მიყოლა. აი ეს არის გოლფის პროფესიონალური დარტყმა. მხოლოდ და მხოლოდ მიყოლის შემთხვევაში წავა ბურთი იქ, სადაც თქვენ გინდათ. ანუ ბოლოს ადამიანი დააგთანხმდება და მის ნივთსაც შეიძენთ. საერთოდ, როცა პრეზენტაციას ჩაატარებთ, იშვიათად რომ ადამიანმა იმ წუთასვე გითხრათ, კი ან არა. დავფიქრდებიო, ამას გეტყვიან. ეს ადამიანის ფსიქოლოგია. ეშინიათ რაღაც. არ უნდათ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ აქ ფულზეა საუბარი. აქ გადაწყვეტილებაზეა საუბარი. იქნება თუ არა ბიზნესმენი ან ბიზნეს ლედი. ანუ ქსელურ მარკეტინგში ჩაერთვება თუ არა. ანუ ადამიანები ჭოჭმანობენ. რამდენჯერაც პრეზენტაციას ჩავატარებ, სულ მეუბნებიან: "ვა, პატმან, რა მაგარია." თან გიხსნიან, რატომაც მოეწონათ ეს საქმე. ან არ უნდათ გული გატკინონ, ან მართლა ძალიან მოეწონებათ. ერთი დავფიქრდები და დაგიკავშირდებიო, გეტყვიან. აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვინც დაგვირდებათ, მე დაგიკავშირდებიო, ისინი იკარგებიან სწორედ. იმიტომ რომ ისე ვეფლობიან თავიანთი ცხოვრების აურზაურში. მაგრამ მიყოლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მიყოლა არის ის, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს პრეზენტაციის შემდეგ. როგორც კი პრეზენტაცია ჩატარდება, იმ წუთიდანვე უნდა დაიწყოთ მიყოლა. თქვათ პრეზენტაცია ჩატარდა ორშაბათს. ახლა საკითხავია, როდის უნდა გააკეთოთ მიყოლა. ძალიან მარტივი წესი მაქვს. არც კი შემეკამათოთ. მიყოლა უნდა გაკეთდეს 48 საათში. შეიძლება იკითხოთ, რატომ არის ეს წესი ასე მნიშვნელოვანი? რაც არ უნდა აღმაფრთოვანებელი რაღაც აჩვენოთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ბავშვს, იქიდან 48 საათის შემდეგ
თუ აღარ უხსენებთ, გადაავიწყდება. ეს არის პირველი საფრთხე. გადაავიწყდება. ეს ადამიანის ფსიქოლოგია. ინტერესს დაკარგავენ. მეორე საფრთხე კი ისაა, რომ 48 საათის გასვლის შემდეგ, ვისაც კი დაელაპარაკება, ყველას აზრს შეეკითხება ამ საქმის შესახებ. ბიძა, სიდედრი, მეზობელი, ვეტერინარი, ტაქსისტი. ჩემო მეგობარმა მითხრა, ქიუნეს მაგარი ბიზნესი აქვსო. შენ რა სიტყვი? ქსელური მარკეტინგი არ გამოდის. ამდენი ადამიანი ანუ უამრავ ნეგატიურ ემოციას მოაგროვებენ. ერთი კვირის შემდეგ კი რომ შეხვდებით გიპასუხებენ. მე ამ საქმეს ვერ გავაკეთებ. აღარ დამელაპარაკო. მოდი აღარ ვიმეგობროთ. გესმით ხომ? ასეთი რაღაცეებიც ხდება ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია 48 საათი. გეუბნებით, რკინა რვალში გამოიწრთობა. თუ გაცივდა, მე რკინას ფორმას ვეღარ მისცემთ. ვეღარ უზრუნველყოფთ, რომ ადამიანებმა მიიღონ ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მოკლედ, მიყოლა აუცილებლად 48 საათში უნდა გაკეთდეს. და რა არის მიყოლა? მიყოლა არის ტელეფონს რომ აიღებ ხელში და დაურეკავ, რომ გადაწყვიტოს კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა. ანდა უნდა თუ არა გახდეს Qnet-ის ან ქსელური მარკეტინგის ერთი ნაწილი. აი ამის გაკეთება არ უყვართ ადამიანებს. იმიტომ რომ გვეზიზღება როცა ვიღაც უარს გვეუბნება. იმიტომ რომ მიყოლისას მოისმენთ ან კის, ან არას. თუ დადებით პასუხს მიიღებთ, მაშინ ერთიანობის შეგრძნება გეუფლებათ. ზრდით შანსს, რომ მალე მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას. მაგრამ თუ უარს მოისმენენ, დეპრესია ეწყებათ. ჩემი ქვემდგომები მირეკავენ და მეწუწუნებიან. პატმან უარი მითხრეს. ჰეი, ნუ გეშინიათ. ზოგი დაგთანხმდება და ზოგიც არა. ასე რომ ზოგიერთი დაგეთანხმებათ. ზოგიერთი არ დაგეთანხმებათ. რა მოხდა მერე? ვიღაცეები კიდევ გელიან სადღაც. სხვა ადგილებში სხვები გელოდებიან. რატომ პანიკდები? ქსელური მარკეტინგი არ არის მგრძნობიარე რამ. ეს ბიზნესია. ზოგი კის, ზოგიც არას გეტყვის. შემდეგზე გადადით. სიაში ვინ არის შემდეგი? დამიჯერეთ, ასე გააგრძელეთ და ისეთ ლიდერებს შეხვდებით, რომლებიც თქვენს ორგანიზაციას ცამდე აიყვანენ. აბა რაღაცა სანერვიულო, მიყოლა არის პრობლემების გადაწყვეტა. იმიტომ რომ ეს ადამიანი უამრავი კითხვით მოდის. ზოგი ამბობს რომ ეს არაკანონიერია, ზოგი ამბობს არ გამოვაო, სიდედრმა მითხრა ეს საქმე სუბთააფიორაო. გახსოვდეთ 3F-ის წესი. Feel, felt, found. ამ წესით გაუმკლავდი ყველა დაბრკოლებას. Feel არის რომ უხსნი გესმის რასაც გრძნობს. Felt უხსნი რომ შენც იგივეს გრძნობდი. Found როცა ეხმარები გამოსავლის პოვნაში. ნახე რომ ეს ჯობია. ანუ მიყოლა არის ის წამი, როცა მიხვდები თუ რას ფიქრობს შენს წინ დგომი ადამიანი. საით იხრება უფრო? კისკენ თუ არასკენ? ნორმალურ კითხვებს გისვამს? მიყოლის დროს მზად იყავით სულელური კითხვებისთვისაც. რა ვიცი რომ ეს კომპანია არ გაკოტრდება. ზოგჯერ ბრაზდები და ვეკითხები, საიდან უნდა ვიცოდე რომ ეხლა არ მოკვდები მეთქი. უამრავი ვარიაცია არსებობს, მაგრამ ქსელური მარკეტინგი საჭიროებს მოთმინებასა და პროფესიონალიზმს. კითხვებს რამდენსაც შეძლებთ უპასუხეთ. დაძაბულობის მოხსნის მიზნით 3F. თუ ადამიანი გეტყვით არა, არ მაინტერესებს, კარგი, რა პრობლემაა? წამო ისე ერთი ყავა დავლიოთ. ნუ წაშლით მისახელ სიიდან. შეინახეთ ყოველი შემთხვევისთვის. იმიტომ რომ ამ წუთას რასაც ის ეძებს, ეს არ არის ქსელური მარკეტინგი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შეიძლება სამსახური დაკარგოს და გაღარიბდეს. ან კიდევ, თუ მიხვდება რომ სახლის სამსახურის არაფრის მომტან ფერხულშია ჩაბმული, შეიძლება თვითონ დაგირეკოს. შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ადვილად მიაგნებთ. არ გადააგდოთ არავითარ შემთხვევაში. ჩემი სიიდან არავის სახელს არ ვშლი. თვალში რომ მომხდება ხოლმე, დაურეკავ და ყავაზე ვეპატიჟები. სწორედ ყავისმის დროს თვითონ შეგეკითხებიან საქმის შესახებ. და თუ თქვენი მანქანა უკვე Toyota-ს მაგივრად BMW-ა და მაჯაზე ძვირადღირებული საათი გიკეთიათ, დარწმუნებული იყავით, უფრო დააინტერესებს და მეტ კითხვებს დაგისვამთ. დიდი შანსია რომ დაგიბრუნდეთ და გადაწყვიტოს ამ საქმის დაწყება. ანუ მიყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გაკეთდეს და თან 48 საათში. არ დაივიწყოთ. როგორც Tiger Woods-ის მსგავს დიდ გოლფის მოთამაშეებს ვასწავლე, მოამზადე, მოიქნიე და მიყევი. ამის შედეგად თქვენ რომ გინდათ ისეთ შედეგს მიიღებთ სწორედ. საბოლოოდ თუ კითხვა ხო კარგი, თუ არა და გადახვალ შემდეგზე. მეშვიდე ძირითადი აგური. ზემდგომთან კოორდინაცია. აქ სიტყვა კოორდინაცია ნიშნავს რომ ამ საქმეს მარტო ვერ შეძლებთ. უამრავი ადამიანია.
თქვენ ამ ადამიანების წყალობით დაიწყეთ ეს საქმე. ვიღაცეებმა თქვენ Q-net-ის მოგების დანაწილების გეგმა გიჩვენეს და თქვენც იყიდეთ რაღაც ნივთი. სწორედ ეს ადამიანია თქვენი უშუალო ზემდგომი. შეიძლება ამ ადამიანმა თქვენზე ბევრად მეტი იცის ამ ბიზნესში, ან თქვენზე ერთი დღით ადრე დაიწყო. უნდა იცნობდეთ თქვენი ზემდგომებიდან, იმათი ზემდგომებიდან ლიდერები და ამ ბიზნესში ვისაც დიდი გამოცდილება აქვს და ვისაც რაღაც საფეხურები აქვს გავლილი და ვინც სისტემატიურად მუშაობს. უნდა იცოდეთ, რომ ეს ლიდერი, ზემდგომი არის თქვენი დამხმარე. Q-net-ში მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე. ეს ზემდგომი ჩაგიტარებთ ტრეინინგებს, მოგცემთ მოტივაციას. ეს ზემდგომი შეიძლება ამ ბიზნესში იყოს 1 წელი, 2 ან 3, შეიძლება 6 თვის განმავლობაში. და რას ნიშნავს ზემდგომთან კოორდინაცია? პირველ რიგში გაიღვიძეთ და აზრზე მოდით. ამ საქმეში არ ხართ მარტო. თქვენ გუნდურად უნდა იმუშაოთ. ყველა გუნდს ყავს ერთი ლიდერი. თქვენზე უფრო გამოცდილი და განათლებული ამ საქმეში, აი ეს ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი ზემდგომი იყო დათო ვიჟეი ესვერანი. Q-net-ით ჩემი მოგზაურობის ყოველ ნაბიჯზე, ქსელური მარკეტინგის ყოველ ნაბიჯზე, მასთან ერთად გადავწყვიტე ყველა ის ნაბიჯი, რომელიც წარმატებისაკენ გადავდგი. ანუ რას ნიშნავს კოორდინაცია? ეს არ ნიშნავს, რომ მიხვიდე მასთან და სულელურად უთხრა, გთხოვ, ჩემი კოორდინატორი იყავი. არა, ჯერ ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა და ისე უნდა მიხვიდე მასთან. კითხვები ჩამოაყალიბე და ზუსტად კითხეთ ყველაფერი. მიდით გეგმის შესათანხმებლად, რა გაინტერესებთ. ჩემი ზემდგომი იყო დათო ვიჟე. ჩემი კარიერის ყოველი ნაბიჯი მას შევეკითხე. ანუ რას ნიშნავს კოორდინაცია? არ ნიშნავს იმას, რომ მიხვიდე და სთხოვო კოორდინაცია გამიწიეო. ლიდერო, მითხარი ეხლა რა უნდა ვქნა? კოორდინაცია ნიშნავს სტრატეგიულ კამათს. იმიტომ რომ თქვენ ალბათ ახალი ხართ ქსელურ მარკეტინგში, ან და სხვა $1 მილიარდიანი კომპანიიდან გადაწყვიტეთ, ყველაზე უკეთეს კომპანიაში გადახვიდეთ. რატომ გადაწყვიტეთ? ეს არ ნიშნავს, რომ იქ მიღებულ გამოცდილებას ამ ბიზნესში გამოიყენებთ და Q-net-ში ზემდგომი არ გჭირდება. და მე დათო ვიჟეისთან ერთად ვჯდებოდი და ყველა თემაზე მას ვეკითხებოდი ყველაფერს. დაფიქრდით, პრეზენტაციას ვატარებ და ზემდგომთან მივდივარ ეგრევე და ვეკითხები, მიყოლა როგორ უნდა გავუკეთო. ასეთი კითხვები დამისვა. ესენი და ესენი აფიქრებ და პირველად რომ ფული დამერიცხა, ზემდგომთან მივედი და ვკითხე რა უნდა მექნა. ამ ფულის დარიცხვა როგორ უნდა მექცია მუდმივ შემოსავლად. ბევრი ფული რომ ვიშოვე და სახლი უნდა მეყიდა, ეგეც ზემდგომს შევეკითხე. მანქანის შეცვლა რომ მინდოდა, ზემდგომს ვეკითხებოდი. მხოლოდ ჩემს ქვეყანაში ვქნი ჩემს ორგანიზაციას და მინდა სოფლიოში გავრცელდეს. ისევ ზემდგომს მიმართავ. ანუ ზემდგომი ის ადამიანია, ვისთანაც უნდა იყოთ მუდმივად. ყოველ საღამოს ზემდგომთან საუბარში ვატარებ. ან ტელეფონით, ან პირისპირ, ერთ-ერთზე. დათო ვიჟეისთან მივდივარ და სწორი გზა რომ მაჩვენოს, თავდავალი მოსწავლესავით, რაც თავში მიტრიალებს, ყველაფერს ვივიწყებ და ისევ ჯდები მის წინაშე. რატომ? უბრალო ლოგიკა. მან მიაღწია, მან შეძლო. მეც მინდა ისე ვიყო, როგორც ისაა. ერთი მოგზაურობა გაიარა. რატომ გამოვიგონო ბორბალი თავიდან? მას დაველაპარაკები, თხოვ დამეხმაროს და გზა მიჩვენოს. და მომავალში მეც ისე ვიქნები, როგორც ისაა. დიახ, მე უკვე მივაღწიე ფინანსურ დამოუკიდებლობას. ვიცი რომ არაა საჭირო ბორბალი გამოიგონო თავიდან. უბრალოდ სისტემატიურად ჭკუას ვეკითხებოდი ზემდგომს. ზემდგომთან კოორდინაციას აქვს თავისი პარამეტრები. დათო ვიჟეის ვუყურე როგორც ჩემს ზემდგომს და ჩემი ცხოვრების მასწავლებელს. დიდი სიტყვებია, მაგრამ ასია. ანუ მხოლოდ ქსელური მარკეტინგის კი არა, პირადი ცხოვრების შესახებაც ყველაფერს მას ვეკითხები. როგორ უნდა განვითარდე როგორც ადამიანი, როგორ შემიძლია ვიყო უკეთესი ლიდერი, უკეთესი ზემდგომი. აი ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რა ფარგლებში დაეკითხებით ზემდგომს. ზოგი ამბობს, მხოლოდ საქმე, ბიზნესი, სხვა არაფერი. ეს არ არის მცდარი. სულელურია, მაგრამ არ არის მცდარი. იმიტომ, რომ ქსელურ მარკეტინგში თქვენი ბიზნესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რანაირი ადამიანი ხართ. იმიტომ, რომ თუ არ ხართ კარგი მამა, ან კარგი შვილი, ან კარგი მოქალაქე, ვერანაირად ვერ იქნები კარგი ნეტვორკერი. იმიტომ, რომ თუ თქვენ გაქვთ კარგი ხასიათი და ჩვევები, ეს თქვენ კარგ ნეტვორკერად გაქცევთ. არ დაგავიწყდეთ, იპოვეთ ის ზემდგომი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ზევითაა ის, ვისაც პატივს სცემ, ვინც მეტი იცის, ვინც რაღაც დონეზე წარმატებას მიაღწია, ან მალე მიაღწევს. მიდით და ესაუბრეთ. კითხეთ, იქნება თუ არა თქვენი ზემდგომი. თუ ის ადამიანი, ვინც რეკომენდაცია გაგიწიათ ამ ბიზნესში, ჯერ კიდევ ახალია, არა უშავს. არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეგიძლიათ იმუშაოთ. ოღონდ ყველაფერი უნდა კითხოთ მას. ნუ მოინდომებთ გმირობას, ნუ დაიწყებთ ბორბლის ხელახლა გამოგონებას. შეეგუეთ და იყავით კარგი მოსწავლე. ყველა ნაბიჯს რომ დაეკითხებით, თქვენი მოგზაურობა გაცილებით უფრო ადვილი და უფრო სწრაფი იქნება. ანუ ზემდგომს დაეკითხეთ ყოველ ნაბიჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეშვიდე ძირითადი აგური.
დაეკითხე ზემდგომს. ახლა კი მერვე ძირითადი აგური. ეს ბოლო ძირითადი აგურია. ვხედავ, რომ ადამიანები, რომლებიც ტრეინინგს ატარებენ, ამ ძირითად აგურს ძალიან ზედაპირულად და სწრაფად გადიან, იმიტომ რომ უკვე მთავრდება. როგორც იქნა ტრეინინგები მთავრდება. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეს ქსელური მარკეტინგის დედა აზრია. ქსელური მარკეტინგი არ არის სუპერგმირობა, არც სუპერვარსკვლავობას მოითხოვს. შეიძლება იყოს მსოფლიოს საუკეთესო ნეტვორკერი, არაჩვეულებრივი პრეზენტაცია შესანიშნავი მიყოლა, გაქვს ოცნებების რვეული სახელობითი სია, პირობა 100%-ით, ყველაფერს ეკითხები ზემდგომს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან კარგია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის დუბლიკაციას აკეთებ. მერვე ძირითადი აგურია დუბლიკაცია. ეს ქსელური მარკეტინგის ფილოსოფია. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგი ნეტვორკერი ვარ, პატმასანა ტირაჟა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიქნები ფინანსურად დამოუკიდებელი. ფინანსური დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა თუ მეყოლება 100-ობით და 1000-ობით პატმანი. თუ 1000-ობით პატმანი მეყოლება, სულის პატმანი ვიქნები, რაც ახლა ვარ. ანუ არც ისე მნიშვნელოვანია, რომ ვარ კარგი ნეტვორკერი. თავარი ისაა, თუ რამდენი კარგი ნეტვორკერის ჩამოყალიბება შევძელი, რამდენი ნეტვორკერი გავანათლე, მივეცი мотивация, რამდენი დავაკვალიანე და ისინიც ჩემნაირები არიან, ან ჩემზე უკეთესები. ეს ერთადერთი საქმეა, სადაც გინდათ, რომ თქვენი ქვემდგომები იყვნენ თქვენზე უკეთესები. დღეს მიაქ იმიტომ ვარ, რომ ჩემი ქვემდგომები ჩემზე უკეთესები არიან. ანუ პრეზენტაცია განავითარეს, ჩემზე მეტი პრეზენტაცია ჩაატარეს, მე უბედნიერესი ვარ. იმიტომ რომ მათგან წამოსული ქულებით მე უფრო მეტი ფული ვიშოვე, იმათმა მეტი ფული იშოვეს. მოიგე მოაგებინეს პრინციპი და ყველა ერთად გავხდით ფინანსურად დამოუკიდებლები. აი ეს არის დუბლიკაციის აზრი. რაც კი იცით ქსელური მარკეტინგის შესახებ, ყველაფერი უნდა გაუზიაროთ სხვას. უნდა ასწავლოთ. ტრადიციულ საქმიანობაში, სამსახურში, დირექტორს არ ეტყვით ყველაფერს, რაც იცით. ან თუ მართავთ რამე კომპანიას, ქვემდგომებს არ გაუზიარებთ ყველაფერს, რაც იცით. იმიტომ რომ მერე ეს ადამიანი შენი კომპანიის სათავეში მოექცევა, ან სხვა კომპანიას შექმნის და შენი კონკურენტი იქნება. მაგრამ ქსელურ მარკეტინგში მხოლოდ მოიგე მოაგებინეს პრინციპი მოქმედებს. რაც კი იცი ყველაფერს გადასცემს სხვას. ისიც კი გინდა, რომ უფრო მეტი იცოდნენ. რა გააკეთა დათო ვიჟეიმ, რაც კი იცოდა, რაც კი გაუგონია, რაც კი გაუკეთებია და როგორ მიაღწია ფინანსურ დამოუკიდებლობას, ყველაფერი მასწავლა, არაფერი დაუმალავს. ჩემთან ერთად საათობით იჯდა, გზას მასწავლიდა. მეც ვამბობდი, რომ არაჩვეულებრივი ზემდგომი მყავდა. ყველაფერს მეუბნება, რაც კი იცის. მერე მივხვდი ამის ფილოსოფიას. უნდოდა ყოლოდა უფრო მეტი დათო ვიჟეი. უნდოდა შეექმნა უფრო მეტი ნეტვორკერი, რომელსაც მთელი გულით ჯეროდა ქსელური მარკეტინგის, ზრდიდა ადამიანებს, ლიდერებს, ვინებიც შეძლებდნენ შეექმნათ ძლიერი და მუდმივი ორგანიზაციები. ქსელური მარკეტინგის დაწყება ადვილია. უმეტესი იწყებს ძალიან კარგად. დაფიქრდით, რატომ არის დუბლიკაცია ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ქსელურ მარკეტინგში ყველა თავიდან ძალიან მონდომებულია. ბევრს მუშაობს, უამრავ პრეზენტაციას ატარებს, აფორიაქებულია, მაგრამ ერთ ადამიანს დღეში რამდენი საათი აქვს? 24. შევამოწმე, უფროსი ვერ მოგცემთ მე დროს. თუ მარტო ხართ და დღეში 24 საათი გაქვთ, სულ ეს არის. რამდენი პრეზენტაცია შეგიძლიათ რომ ჩაატაროთ? რამდენი მიყოლა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? რამდენ ადამიანს შეგიძლია შეხვდეთ? რამდენ ტრეინინგს შეგიძლია დაესწრო? ცოტა ხნის შემდეგ 24 საათი რომ დაილევა, თქვენი ორგანიზაციაც გაჩერდება. იმიტომ რომ მხოლოდ ერთი პატმანია. დუბლიკაციის დედა აზრი კი ისაა, რომ ყავდეთ 1000 პატმანი. 1000 პატმანი თუ მეყოლება, დღეში რამდენი საათი მექნება? 24000. ყველგან პრეზენტაციები იქნება, ყველგან ტრეინინგები. ეს ის მხარია ქსელური მარკეტინგისა, რითიც იგი სრულიად განსხვავდება ტრადიციული ბიზნესებისგან. დუბლიკაცია, გაიმეორე. შექმნით თქვენნაირი, ან თქვენზე უკეთესი ნეტვორკერები. გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება, ყველაფერი, რაც იცი, ყველაფერი. ასე შექმნით თქვენნაირ უამრავ ნეტვორკერს. რაც უფრო მეტი გეყოლება თქვენსავით მომზადებული ადამიანი, იმდენად მოიმატებს თქვენი შემოსავალი. უფრო მეტად მიუახლოვდებით ფინანსურ დამოუკიდებლობას. ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოთ და სერიოზულად მიიღოთ. ქსელურ მარკეტინგში უნდა შეცვალოთ თქვენი ცოდნა. ძირითადი აგურებიდან მერვე: დუბლიკაცია, გამეორება, გაიმეორე. მეგობრებო, ესაა 8 ძირითად აგურს უყურეთ. ეს არის მართლაც ცოდნის ხაზინა.
მეც კი გამიკვირდა, როგორ მოვახერხე ამ ყველაფრის 1 საათში ჩატევა. ამიტომაც მარტივად დავარქვი ექსპრეს 8 ძირითადი აგური. თუ უყურეთ ამ 1 საათს შევეცადე ყველა ძირითადი აგურის უმნიშვნელოვანეს დეტალებზე გამემახვილებინა ყურადღება. კარგია ვიდეოს ყურება, გააზრება, მაგრამ უკვე დროა ეს ყველაფერი ცხოვრებაში, რეალურად, პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ექსპრეს 8 ძირითადი აგური არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი იცოდეთ, მაგრამ საფუძველის ჩაყრის მიზნით კარგი დასაწყისია. უფრო ღრმად გააზრებისთვის სრული 8 ძირითადი აგური გახსენით. ის უფრო გრძელია და იქ ცოტა უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები, მაგრამ ახლა უფრო სიმპათიური ვარ. ანუ ისევ კარგია. ვიმედოვნებ, ამ 1 საათში რასაც უყურეთ, კარგად გაიაზრებთ. თუ რამოდენიმეზე უფრო გავამახვილე ყურადღება, იცოდეთ, რომ ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანია. მოკლედ უყურეთ, იმედი მაქვს, კარგად გაიგეთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწყო. QNET-ის ქსელური მარკეტინგის ბიზნესში გამოიყენეთ ეს ყველაფერი. დამერწმუნეთ, თქვენი მოგზაურობა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ თქვენთვის უფრო სწრაფი და უფრო იოლი იქნება. უბრალოდ პრაქტიკაში განახორციელეთ ის ყველაფერი, რასაც ახლა უყურეთ.